ჩვეულებრივი ქათმები, ლაჩები და ჩმორები ხართ და ყოველთვის ესე იქნება. რა რუსთავაზე გამოვიდე, გულაო ფერთობის უფეხებზე მკვიდია თქვენი რუსთავაზე გასვლა, თქვენი აქცია. და ვაფშე მაგ აქციებით შეჭამეთ ხალხი, ხალხმა ბიზნესები დაკეტა, რესტორნები დაკეტა ძალიან ბევრმა იმის გამო, რომ აქციებს აკეთებთ, საკუთარ მოქალაქეებს, რეებს უკეთებთო. ჯერ ქუჩებში ჭიურები ვითიქცებით, თქვენ რა თქვენ რომელ ევროპაზე საუბრობთ? ჯერ ევროპა ის არის ერთმანეთს რომ აფურთხებ და აგინებთ, ეს არის ევროპა? რომელ ქართველობაზე საუბრობთ ბიჭო? რომელ იმაზე მეობაზე საუბრობთ? ქართველები ერთმანეთს ზემოდან ულით. გინდათ სამოქალაქო ომი? და რა, მე იმაზე არ ფიქრობთ ამ ყველაფერს რა მოყვება? თქვენი შვილებს რო გადაულიან, თქვენ შვილებს რო სისხლში ნახავთ, ეს გინდათ? ომი გვინდა, ომი რად გინდათ? 2008 წლის ომში რომელი იბრძოდით, ომი რო გინდათ? მე დავიყა ამხელა მუცლით თუ არ დავიყაო იარაღი და ავტომატი შვილის საფლავს ვიცავებად თქვენარი ლაჩრები გაიქცევიან ბიჭო ომი გვინდაო რა ომი გინდათ ბიჭო რა ომი გინდათ ომი კი არ სტალინი გინდათ თქვენ გინდათ სტალინი ერთად უნდა შეგყარონ ესე დიდ რკინის გალიაში შემოგიგდონ ერთი ბომბი და ბრახა დავისვენეთ მთელი საქართველო რა არ მოკლეს კაცო ჩვენი წუთი სოფელი გვეყოფა დღეს ვართ ხვალაღებად აქცია ნაციონალები გვინდა მიშა არ იყო თავის დროზე დედა რო უტირა მთლიან საქართველოს მიშა არ იყო ხალხს რო აშიმშილებდა მიშა არ იყო იმეს აქვია ხალხს რო სახურავი თავზე პოულობდნენ მიშას დრო არ იყო ორი გვამი გვინდა ორ ეკავდნენ მიშას დრო არ იყო პატიმრებს რო აუპატიურებდნენ მიშა არ იყო და შემოეთრენე ხალხ შემოიმდე რუსთავაზე გამოდე რუსთავაზე რა ჩვენი ფეხები გვინდა რა გვინდა რუსთავაზე თქვენ ენაზე გასაუბრებით ბიჭო ტვინი გაჭამეთ უკვე დაიწყეს აქ რუსთავაზე გამოდით პროპაგანდას უწევენ ბიბლოს გამოდებული აქ წიგნები არა ადამიანები საქართველოს მტრები და გამყიდვლები ხართ სუფთა ყველა ვინც მაგ პროპაგანდას ეწევით რუსთავაზე გამო არა ჩემი ფეხები კიდე